ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება, რომელმაც ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება და საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზურაგირჩი ჯაფარიძეს განმარტებებს თხოვენ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც თქვა, რომ ომსა და მშვიდობაზე ქართული ოცნების წინა საარჩევნო გზავნილების ფონზე ოპოზიციამ მოკლე და ეფექტური პასუხი ვერ მოიფიქრა. როგორც ჩანს, ჯაფარიძეს ეს კომენტარი გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მისივე კოალიციური პარტნიორებისთვისაც. ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს. სწორედ ამ კონტექსტში ხელისუფლების წინა საარჩევნო რიტორიკაზე და ოპონენტების მხრიდან საპასუხო სწორი გზავნილის ვერ შერჩევაზე საუბარი არასწორ სტრატეგიად ცხადდება. ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია, რომ მეორე ფრონტის გახსნის რიტორიკამ საერთოდ არ იმუშავა. გამონაკლისი გახარიას პარტია აღმოჩნდა, სადაც არჩევნებს ასევე გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების წინა საარჩევნო გზავნილებს შესაბამისი ეფექტი ჰქონდა. კესო ქაფიანიძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. კესო, რა რეაქციები მოჰყვა ზურაგირჩი ჯაფარიძის განცხადებას? ზურაგირჩი ჯაფარიძის სიტყვები იყო მარცხის აღიარება, შეცდომის გააზრება თუ უბრალოდ შეცვლილი სტრატეგია, სწორედ ამას მსჯელობენ და განიხილავენ საჯაროდ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების საგანი გახდა გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის გუშინდელი განცხადება, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა სათანადო მესიჯბოქსი ქართული ოცნების წინასაარჩევნო გზავნილებს, სადაც ის ომსა და მშვიდობაზე საუბრობს. გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის ამ სიტყვებს დღეს მთელი დღის განმავლობაში შეფასებები და კრიტიკა მოხდა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან. ისინი საჯაროდ სოციალური ქსელის მეშვეობით განიხილავენ არჩევნები გაყალბდა თუ ქართული ოცნების წინასაარჩევნო სტრატეგიამ და გზავნილებმა აჯობა ოპოზიციას. მაგალითად, ნიკა მელია საკუთარი კოალიციის წევრის სიტყვებს საჯაროდ პასუხობს და ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას. ოცნებამ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით თუ არჩევნები გაყალბდა. მსგავსად, ნიკა მელიასი საკუთარი აზრი სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა ნიკა გვარამიამ, სალომე სამადაშვილმა და სხვა პოლიტიკოსებმა და არა მარტო პოლიტიკოსებმა, მოქალაქეთა ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა ამ განცხადებას. ოპოზიციიდან ასევე გამოუხმაურა ამ განცხადებას პარტია გახარიას წევრი ნათია მეზრიშვილი, რომელმაც ერთის მხრივ არჩევნების გაყალბებაზე, მეორეს მხრივ კი წინასაარჩევნო ოცნების რიტორიკის ეფექტურობასა და ოპოზიციის არასაკმარის ძალისხმევაზე ისაუბრა. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები უფრო ფოკუსირებული არიან იმაზე, რომ რაღაცა მარტივი გასაგები მესიჯები გააგზავნონ და ურჩეველი მოიზიდონ და მაგ თემაზე გაჭირდა მოკლე მესიჯის შექმნა და მაშინ როცა ოცნების მესიჯი რომ თუ ჩვენ ვიქნებით ომი იქნება, ან თუ ჩვენ წავაგებთ ისინი ომს დაიწყებენ, იყო ძალიან მარტივი და ესე მარტივად მაგას ვერ პასუხობ, ამიტომ მაგას ჭირდება გაკრას რაღაც პოდკასტივით ამბავი, სადაც მაგ თემას გაშლი და ილაპარაკებ და რაღაც ირმებს შახვალ და ნუ მაგის დრო და საშუალება პარტიებმა ჩათვალეს რომ არ იყო. ამიტომ მაგ თემას უბრალოდ აიგნორებდა უმეტესობა, რამდენიც მე მახსოვს, მე კი მაქვს რამდენჯერმე მაგაზე პასუხი გაცემული, მაგრამ ისევ რაღაცა ტელეეთერის ფორმატში, როცა შევეცადე რაღაც ცოტა ვცლად რაღაცა ამეხსნა. ომის შიშზე ლაპარაკი არის ომის შიშის ტირაჟირების ფორმა. ამიტომაცაა მეტად საფრთხილო ამბავი. ირაციონალური შიშის გაფანტვა რაციონალური ახსნებით, რომ ადვილად მისაღწევი იყოს, რაღა უჭირდა სამყაროს. არც პროპაგანდა იარსებებდა. საკუთარ ოჯახის წევრებს და მეგობრებს რომ ურჩიოთ იმედის თურქული სერიალების ყურებით ამ არხს და მის პროპაგანდას არ აცოცხლებდნენ. მერე ამ შიშებს თავად არ ისრუტავდნენ და სხვებს არ გადასცემდნენ ვირუსივით, ეგ აჯობებდა. უნდა ჩამოვყალიბდეთ. ოცნებამ ეფექტური მესიჯით, აბა ომი გინდა მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა. ოცნების პროპაგანდას ვერ გაიცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა. არჩევნები არნახული მასშტაბით მასობრივად გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია. ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ოცნებამ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა. და დღეს იმაზე საუბარი, რომ ქოცების პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ თქვა არასერიოზულია. ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა, საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის. გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანი ახლა მოპარულია. კი ომის პროპაგანდა მიმუშავა, ვინც საპირისპიროს ამბობს, ნიშნავს, რომ ან იტყუება, ან წინასაარჩევნოდ ერთი დღეც არ ჩასულა რეგიონში და საერთოდ არ გამორიცხავს ეს არჩევნების გაყალბებას. კი არჩევნები გაყალბდა. მუშაობდით თუ არა ჩვენ ამ მიმართულებით? კი, მუშაობდით. ამას ვაკეთებდით მოქალაქეებთან თითოეული შეხვედრისას და არა მხოლოდ. გადახედეთ ჩვენს პოლიტიკურ მესიჯებს. საკმარისი იყო, რა თქმა უნდა, არა. მწირი რესურსი გქონდა და მაინც გაყალბებული არჩევნების პირობებში დამოუკიდებლად ავიღეთ 8%. ვისაც ოლიგარქები კორუფციული ფული ან მედია ჰქონდა, შეეძლო მეტი მოეხმარა ამ საქმისთვის. ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასეა, რომ ხალხი, ვისაც ამ პროპაგანდის ჯერა მსხვერპლია, რაც ამ სახელმწიფოს პრობლემაა მრავალი წელია.
დამსხვრელს სჭირდება შველა რისი რესურსიც ყველას ერთად გვაქვს. მით უმეტეს საუბარია ამავდროულად რეჟიმის პროპაგანდის შესუსტებით მეტი ადამიანის ჩვენსკენ გადმოყვანაზე. ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა. მეორე დღეს კი ვწუხვართ, ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა. არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო გზავნილები რას ცვლის? ამ მომავალში რა მნიშვნელობა ექნება, ხალხს რას ვეტყვით? არჩევნებს საქართველოში აზრი გაუუქმა გაყალბების სისტემამ. მსჯელობა იმაზე უკეთესი საპასუხო გზავნილი ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე, რას შეცვლიდა, არ მგონია რაიმე შედეგზე ორიენტირებული ამ ვითარებაში. დღეს აზრი აქვს ერთ დისკუსიას, როგორ და რა გზებით შექმნა ისეთი რეალობა, რომ ქვეყნის მართვა ვერ გააგრძელოს არალეგიტიმურმა მთავრობამ. სხვა ყველაფერზე დისკუსია, შიშობ, ამ კონტექსტში აღარაა არაფრის მომცემი. ქართულ ოცნებაში დღეს განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქცენტის გაკეთება ომსა და მშვიდობაზე არ ყოფილა შემთხვევითი და საზოგადოებაზე გათვლილი მესეჯბოქსი. ეს იყო მათი მხრიდან დანახული რეალობა და ისინი ომის საფრთხეზე დღესაც საუბრობენ. უმრავლესობაში ოპოზიციის შესულ რიტორიკასა და სტრატეგიას უფრო ხედავენ ამ განცხადებაში და მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებაზე საუბრობენ. ზელენსკის ინტერვიუ ერთი მხრივ ძალიან დიდი ილუსტრაცია იყო იმ საკითხების, რაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში თანამედროვე სამყარომ, ჩვენმა ქვეყანამ, უკრაინამ გამოიარა და რაც ხდებოდა რეგიონში. ბევრი რაღაც გაშლდა ამ ინტერვიუით. თავის დროზე უკრაინა იყო ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა და უსაფრთხოების სანაცვლოდ მას დაათმობინეს ეს ქვეყნის ერთგვარი კი არა პრაქტიკულად ერთ-ერთი მყარი გარანტი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოება გაქრა რეალურად უკრაინის ხელის გაწვდენა და ხელის ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელს. მე ჩინეთის გამოსულ ხელს რატო ართმევთო და მოქნეულ ხელს რატო არ ართმევთო და ნუ ასეთი პარადოქსალური ნარატივები იყო ხოლმე. მაგრამ რატომ არ უჯერებთ, როგორც კი ვინმე იკითხავს, ამდენ ხალხთან ურთიერთობის საშუალება, ესე პირადი კომუნიკაციის დროს არ გვაქვს, ხო? ვინც დაუჯერა და ვინც ენდო აი ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნებს არ შევეხები ამ შემთხვევაში ბიუროკრატიებს და ლიდერებს, მან რა მოიგო ნახეთ ხო უკრაინაში? რაც საქართველოს და ქართველს წაადგება იქ ვითანამშრომლებთ, ვიპარტნიორებთ, მაგრამ არავის დავალებებს არ შევასრულებთ, განსაკუთრებით დავალებებს არ შევასრულებთ, მაგრამ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული მითითება, დავალება, რეკომენდაცია თუ ასე შემდეგ. ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც არის გაერთიანებული კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ჩათვალა, რომ დროა იფიქრონ ადგილობრივ არჩევნებზე და მუდმივად აი ამ თემით სპეკულირება, რომ არჩევნები თითქოს და გაყალბდა, სწორედაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ნაცმოძრაობის კოლექტიურ ნაცმოძრაობას. მეორე საკითხი არის ის, რომ აბა ომი გინდათ, ეს გამოთქმა არ არის ჰაერიდან მოტანილი. მაგალითები დაინახა ხალხმა თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც მეიდანის მსგავსი სცენარი ვითარდება ამა თუ იმ ქვეყანაში. ზუსტად გააცნობიერა საზოგადოებამ, რომ ეს მაგალითი შეიძლება განმეორდეს საქართველოში და ამის საფუძველიც არსებობს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ უკრაინაზე, უკრაინის მიმართულებით შენელდეს, შესუსტეს რუსეთის აგრესია და დივერსიფიცირებული იქნეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ამას არც არავინ მალავდა. სურაგირჩი ჯაფარიძეს, რომლის სიტყვებსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში მოყვა კრიტიკა და შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მოქალაქეების მხრიდანაც ამ დრომდე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. მადლობა, კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.